მე-6 საუკუნისა და ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენს კულტურული იდენტობას. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის და ასევე ხედავთ რომ ასობით ტურისტი ნებისმიერ დროს როცა არ უნდა ამოხვიდეთ, დამთვალიერებელი არის, რომელიც ეცნობა ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიას და ცხადია ეს ადგილი ჯვრის მონასტერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ძალიან ბევრი ქართველი ამოდის ყოველდღიურად, რომელიც სულიერ სიმშვიდეს პოულობს ქრისტეს სახლში. შეგვიძლია დავათვალიეროთ გარედან და ერთი შეხედვითაც ეტყობა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არის და გვერდზე ჩამონგრეული ეს ფილები ჩამოვარდნილია, ხო? ხედავთ, რომ აი ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ცვენის შედეგად დაზიანებულია ფაქტობრივად გარედან და შიგნითაც აუცილებლად გაჩვენებთ. აი ვიტო ნახე, მოდი ეს გადავიღოთ. აი ესეთი მდგომარეობაა. აი აქ უკიდურესად მძიმე პრობლემები აქვს, ქვეწარმავლების ის არის, ხო? ძალიან მძიმე საყურებელია აი ასეთ მდგომარეობაში ჯვრის მონასტერი და იშლება ფაქტობრივად გვერდებზე ეტყობა. ოღონდ ყველა მხარეს იგივე პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ ერთი მხრიდან. ყველა მხარეს არის იგივე პრობლემა და შეგვიძლია რომ კიდევ უფრო მძიმედ აღსაქმელი კადრებიც გაჩვენოთ, რომელიც ადასტურებს იმ ქვათაცვენას, რომელიც აქ არის. აი შეგვიძლია რომ ეს ვაჩვენოთ, ვიტო ნახე. აი ზემოთ განსაკუთრებით. აი აქედან, მოდი აქედან დავიწყოთ. ქვემოდან დავიწყოთ. ახლა ამ გვერდზე თქვენ ხედავთ ასევე ვანდალური აქტის ნაკვალევსაც, არის წარწერები და ხედავთ აი ეს როგორ იფშნება პირდაპირ მნიშვნელობით, ესე მარტივ ენაზე რო ვთქვათ, როგორ იფშნება და როგორ ნელ-ნელა, ესე ვთქვათ, ამ კედლებიდან ეს ქვები როგორ ცვივა. და ნელ-ნელა ფაქტობრივად შეჭმულია ეს მთელი გვერდი. აი ვიტო ნახე, მე მგონი კარგად არის აღქმადი, ხო? ამასობაში არ დაგავიწყდეთ ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა გამოიწერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადია ჯვრის მონასტერთან დაკავშირებითაც თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, რაც მეტი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს და გადააზიარებთ და გადააშიარებთ, მათ შორის YouTube-ზე, ვფიქრობ იქნება უფრო შეწუხდნენ და რომელიმე ჯერზე მაინც მიაქციონ ყურადღება. ხო, აი ნახე ვიტო, აი ზემოთ მაგალითად იმას ხელი რო დაადო ეხლავე, აი ჩამოიფშინება და ჩამოვარდება. ესე არის ჩამოშლილი ეს გვერდები უკვე დაწყებული აქვს დაშლა და იმას ახლა თითი რო დაადოს ადამიანი იქ ხო ჩამოიშლება. ცხადია თითის დადების გარეშეც რაღაც დროში უკვე ჩამოვარდება ისევე როგორც აი აქითა მხარეა ჩამოვარდნილია შეხედე ხო? ეს ქვები უკვე ჩამოცვენილია. ანუ ქვათაცვენა უკვე დაწყებულია გარედანაც და სამწუხარო რეალობაა რომ შიგნით ტაძარშიც არ არის უსაფრთხო გადაადგილება. გარდა იმისა, რომ გრევის პირას არის, ხედავთ, რომ ტურისტები დადიან, მაგრამ ელემენტარული პირობები არ არის, რომ არ ვიცი, კიბე მაინც გააკეთონ, რომ ადამიანები რომ დამთვალიერებელი, რომელიც მოდის იუნესკოს სიაში შეტანილი ძეგლი, იმის საშუალება მაინც ქონდეს ადამიანს, რომ უბრალოდ, რა ვიცი, კისერი არ მოიტეხოს. ხედავთ ალბათ ყველას, რომ არც კიბე არ არის და ხტუნვახტუნვით დადიან ადამიანები. აი ესეთი მძიმე მდგომარეობა ჯვრის მონასტერში და ასევე მინდა ჯვრის მონასტრის მოკლე ისტორიაც მოგიყვეთ, აი უკანასკნელ წლებში როგორ ვითარდებოდა მოვლენები. და პარალელურად ცხადია თქვენ ნახავთ დაზიანებულ იმას, რა ქვია, კედლებს, აიდანაც ქვებია ჩამოცვენილი, იგივე აი აგერ ნახე, რამხელა ლოდებია ფაქტობრივად ჩამოცვენილი, ვიტო. ცხეთის ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის. მე-6 საუკუნის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. და დღეს 2025 წელს უკიდურესად მძიმე საფრთხეშია ჯვრის მონასტერი და მოკლედ გაგაცნობთ იმ ფაქტებს, რაც ვითარდებოდა ბოლო წლებში.
2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოყო $100,000 რომ კვლევა ჩატარებულიყო რეაბილიტაციისთვის ჯვრის მონასტერზე. შემდეგ უკვე 2020 წელს გამოყო $506,000, საუბარია $1,500,000 ლარზე დაახლოებით, რომელიც გამოიყო 2019, 2020, 2021 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. და მიუხედავად ამისა, რომ 2019, 2020, 2021 წლებში ეს თანხა გამოიყო, 2023 წელს ძალიან მძიმე ვითარება იყო მაინც მიუხედავად ამ თანხების გამოყოფისა და ასევე როგორც გელათთან დაკავშირებით, სხვათა შორის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებითაც 2023 წელს მე ვთავაზობდი ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, დახმარებას უცხოელი სპეციალისტებით, მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები, რომლებსაც ჩვენივე ხარჯებით ცხადია ჩამოვიყვანდი და დავეხმარებოდი ჯვრის მონასტერს და ეს რომ ასე იყო, ასევე ამის დასტურიც მინდა რომ ჩვენს პოდკასტში ნახო და ლენეს თხოვ რომ ეს ვიდეო გვაჩვენოს. ცვივა ქვევი ჯვრის მონასტერში, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და რუსული წარწერებია გაჩენილი ჯვრის მონასტერზე. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მძიმე რეალობაა. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამაში $100,000 ჩადეს, გამოყვეს ეს თანხა იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ თია წულუკიას ეს ფინანსები აქვს შეჩერებული. ამ შემთხვევაშიც პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვთავაზობ დახმარებას, პროფესიონალების შართვას და თუ საჭიროა ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას. და მიუხედავად აი ამ ფაქტებისა, რაზეც მე თქვენ გიყვებით, 2025 წელს კიდევ აი ეს მძიმე პრობლემებია ჯვრის მონასტერში და ამ დრომდე ფაქტობრივად თითითიძე არა აქვს დაკარებული, რაც გულისხმობს იმას, რომ არანაირი რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, დახმარების გაწევა ჯვრის მონასტერზე ან გადარჩენის მიმართულებით მოძრაობა არავის არ დაუწყია და პირიქით გრძელდება ყოველდღიურად გრევა ფაქტობრივად იმ ტაძრის, რომელზეც ახლა ჩვენ საუბარია ჯვრის მონასტერზე. ათასობით ადამიანი ამოდის ყოველდღიურად ჯვრის მონასტრის დასათვალიერებლად, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები და აბსოლუტურად მორღვეულია ინფრასტრუქტურა და უნდა გვესმოდეს, რომ ქართველებისთვის ეს არის ქრისტეს სახლი, ტაძარი, სადაც ადამიანები პოულობენ სულიერ სიმშვიდეს და თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უსაყვარლესი ადგილია ჯვრის მონასტერი. ასევე ტურისტებისთვის, რომლებიც ათვალიერებენ მსოფლიოს უნიკალურ ძეგლს, თუმცა დათვალიერება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, იმდენად მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივად შეაძლებლობა იმის, რომ უსაფრთხოდ დაათვალიეროთ აქაურობა და უსაფრთხოდ გაეცნოთ იმ ისტორიას, რომელიც ასეთი ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აი დასტური რო ქვათაცვენა დაწყებულია და რაღაცა შიგნით აქვთ მოწყობილი რომ ეს ქვები ადამიანებს თავში არ დაეცეთ. მაგრამ ამ წუთას მაგალითად სამუშაოები შეჩერებულია. განადგურებულია ფაქტობრივად. ორ დაგეხმაროთ ხალბატონო. აბა. სამი შეგეხმარებით. ვერ დამეხმარები ეს ამ სამხი გაიხარეთ მადლობა. ეს რეაბილიტაცია დიდი ხანია დაიწყო. 2 წელია და არავინ ისაბუთი. მაგრამ საფათო აღარ არის სამაგიეროდ ხო ქვები არ ცულა. აი ამით ხრიდან ჩამოდიოდა წყალი და ერთი ხო ის ჩამოვარდა. აი აქედან. ხო, მარცხენა. აქეთ არაფერი. და 2 წელია ეს არის. სიმაღლეზე გვიკარგა. როგორც ადგილზე გავიგეთ. გვერდიდან რო ქვები ცვიოდა და წყალი ჩამოდიოდა. უკანასკნელი 2 წელია, აი ესე. შეღობის შიგნიდან ფაქტობრივად და პაციშვილი არ მუშაობს. და 2 წლის განმავლობაში თითიძე არ დადებულა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა და რეალობა აქ დღეს ადგილზე. მათ შეგიძლიათ თქვენც მოხვიდეთ, თქვენ თვალით ნახოთ. საზოგადოება მიგვაჩვიეს, რომ
ღმერთის სახელით, ქრისტეს სახელით გვარბევენ ხოლმე, გვასახიჩრებენ ხოლმე, ადამიანებს აპატიმრებენ აბსოლუტურად უმიზეზოდ და ამას ასე ვთქვათ აპრავებენ ჭყალებში ცხადია ღვთისმოსავებით, რომ აი ქრისტეს სიყვარულით აპრავებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომ აი იცით რა რომ დაგასახიჩრეთ, ჩვენ კარგი ხალხი ვართ, ჩვენ ღვთისმოსავე ხალხი ვართ, არადა რეალობაში ამ ხალხს არაფერი აქვს საერთო არც ღმერთთან, არც სიკეთესთან, არც სიყვარულთან და მათთვის თუ კარგად ჩაუღრმავდებით საბოლოო ჯამში ქრისტეც და ქრისტეს სიყვარულიც ასოცირდება მათთვის ქრისტე არის ფული. აი ეს მოპარული ფული, რომელსაც ხალხის ჯიბიდან იღებენ, თავად მდიდრდებიან და ამასობაში ხალხი ძალიან ძიმე გაჭირვებაში ცხოვრობს. დღეს ჩვენ ვართ ჯვრის მონასტერში, რომელიც თარიღდება მე-6 საუკუნით, არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იუნესკოს სიაშია, არის ჩვენი იდენტობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი და დღევანდელ პოდკასტში ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა. ამასობაში გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი თხოვნა, ძალიან კარგ საინტერესო ამბებს გაიგებთ და სხვათა შორის ერთი რამე აუცილებლად უნდა ვთქვა, ვიტო, ეს ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა და ამბობდნენ რომ საქართველოს უყვართ და ამბობდნენ რომ რაღაცნაირი ღვთისმოსავი ხალხია და ეკლესია მონასტრების ასე ვთქვათ, ანუ რაღაც ამ ზღაპრებით მოვიდნენ რომ თითქოს აი ყველაფერს გააკეთებენ ამ მიმართულებით. სხვათა შორის პირველი გადაწყვეტილება რაც მათ მიიღეს იყო ასევე კულტურული მემკვიდრეობის საყდრისის აფეთქება. აი ესე პირდაპირ მოვიდნენ, დანაღმეს საყდრისი და აფეთქეს. არ გინახავთ ეს კადრები? შემიძლია რომ გაჩვენოთ. აი ესე აფეთქეს საყდრისი ამათი ხელი დაუში. აი ხომ ნახეთ კადრები. ახლა კარგად დაფიქრდით. ქონდა თუ არა აბსოლუტური მორალური საქმიანი უფლება რომ აი ამ კულტურული მემკვიდრეობის აფეთქების შემდეგვე ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უბრალოდ კინწისკვრით გაგვეგდო ქვეყნიდან. ცხადია მე მგონი ხვდებით რომ კი. ამის შემდეგ იყო დახურული პირადი ინტერესებისთვის ასე ვთქვათ დაკეტილი არა რესტორანი არა. ალბათ ვფიქრობთ რომ რესტორანი ან ამე დუქანი ან ეზო. არა. ეს არის სვეტი ცხოველი, სადაც უბრალოდ პირადი მიზნების გამო ეს ხალხი ადგა და სვეტი ცხოველი დაკეტა. იმიტომ რომ მათ ეს ჭირდებოდათ, ანუ ნახეთ, პირადი ღონისძიებისთვის, რაღაცა პირადი ამბისთვის უბრალოდ სვეტი ცხოველი დაკეტეს. ანუ ვერ მიხვდით ხო რაზე ვსაუბრობ. ამასაც აუცილებლად გაჩვენებთ. დახურული სვეტი ცხოველი, გადაკეტილი გზები და გაძლიერებული დაცვა ტაძრის ეზოსთან. ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე დაიწერეს. ცერემონიისთვის ტაძარი რიგითი მოქალაქეებისთვის დროებით დაიხურა. ამ ადამიანებმა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მიიყვანეს ნგრევის პირას ფაქტობრივად. საუბარია გელაძე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. ჩვენი ქვეყნისთვის ცხადია ასევე უმნიშვნელოვანეს გელაძე, სადაც წლების განმავლობაში ნადგურდება ფრესკები და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, უსირცხვილოდ გვაყურებინებენ წლების განმავლობაში მის განადგურებას. სხვათა შორის ამ ყველაფერზე პირადად იყო პასუხისმგებელი კულტურის მინისტრობის დროს თია წოლუკიანი, ცხადია აბსოლუტური პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს იმ პრობლემებზე, რაც გელათშია. და არ დაგვაუწეს, მე მაგალითად შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მე პირადად შევთავაზე, რომ მზად ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად სოფლიოში საუკეთესო უცხოელი ექსპერტები და ასე ვთქვათ, ის ხალხი, ვისაც შეეძლო გელათში მუშაობა, სპეციალისტები ჩამოგვეყვანა და მათ შორის ცხადია ფინანსური პასუხისმგებლობაც აგვეღო. მინდა რომ ეს ვიდეოც გაჩვენოთ, რომ 2023 წელს საჯაროდ ეს შეთავაზება ნამდვილად გავაკეთეთ. ჩვენ მზად ვართ გელათთან დაკავშირებით სოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში
უზრუნველყოთ ეს მათ შორის ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რაც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა ჯალათიამ. აი ამ ყველაფრის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ წულუკიანი მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდა, ან პირობითად თავად ჩარეულიყვნენ ისე, როგორც ეს გელა ჭირდება, ან თუნდაც ჩვენი შეთავაზება მიეღო, ადგა წულუკიანი და უბრალოდ ეს პასუხისმგებლობა სხვას გადასცა, ანუ ის რომ მათ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე, იმიტომ რომ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მიმდინარეობდა თითქოს და რეაბილიტაცია, მაგრამ რეაბილიტაციის ნაცვლად ფრესკები ნადგურდება გელათში, ასე ხდება ფაქტობრივად წლების განმავლობაში და აი 2023 წელს ჩვენი შეთავაზების პასუხად რამდენიმე კვირაში ფაქტობრივად აი ეს პასუხისმგებლობა გელათთან დაკავშირებით ადგა და უბრალოდ სხვას გადასცა. მინდა რომ ამ განცხადების, ასე ვთქვათ, დოკუმენტიც გაჩვენოთ და შეგიძლიათ ალბათ ჩვენი პოდკასტის პარალელურად მე ლენეს ვთხოვრო ეს ასე ვთქვათ ნიუსის სკრინის დოკუმენტიც ნახოთ. საყდრისის, გელათის და ასე შემდეგ ბევრი კულტურული მემკვიდრეობა ასეულობით, ათასობით ფაქტობრივად ტაძრები, ეკლესია, მონასტრები ძალიან მძიმე საფრთხის ქვეშაა და სამწუხაროდ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ ცალია ამ ჩვენი ეკლესია მონასტრებისთვის და იმისთვის რომ რეაბილიტაცია ჩაატაროს და გრევის პირას არ იყოს ამ პრობლემებზე, რაც ახლა განვიხილეთ, ვისაუბრეთ, გაჩვენეთ. თვალხილულია ის პრობლემები, რაც ჯვრის მონასტერს აქვს სამწუხაროდ, როგორც გარედან, ასევე შიგნით ტაძარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხარო რეალობაა, რომ ფაქტობრივად არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ას დაგვიდასტურეს კიდეც შიგნით და თქვეს რომ 2 წლის წინ შიგნით რომ გააკეთეს რაღაც კონსტრუქცია, იმის შემდეგ ფაქტობრივად არ მუშაობენ. გარეთ ხო საერთოდ აბსოლუტურად ხელი არ აქვს დადებული და ქვათაცვენა გრძელდება. მაგრამ ახლა რას უნდა მოგიყვეთ და მინდა რომ პატარა ანალიზი გააკეთოთ. ამ ყველაფრის ფონზე, რაც თქვენ ნახეთ, აი ამას უნდა მიხედოს წესით კულტურის მინისტრი რომ ქვია დღეს. ნუ რა მნიშვნელობა ხომ ქვია კულტურის მინისტრი, ხომ ჩავაბარეთ სახელმწიფო ბიუჯეტი და ხომ ვუთხარით რომ იცით აი შენ უნდა მიხედო ახლა აი ამ კულტურულ მემკვიდრეობებს და ასე შემდეგ. ამ ადამიანის ფიქრები არ უკავშირდება არ ჯვრის მონასტერს, არ უკავშირდება არც კულტურულ მემკვიდრეობას, მას უკვე აქვს თავისი 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ალბათ ხვდებით რაზე ვსაუბრობ. ეს არის თიკა რუხაძე, რომელსაც აქვს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობები და ეს არის დიორის, გუჩის, არმანის, მსგავსი ბრენდის 2 ჩანთა, რომელშიც 41,000 ლარი აქვს გადახდილი. ევროებში, მაგრამ ლარებში 41,000 ლარი. ალბათ გესმით და ხვდებით, რომ ადამიანი, რომელიც 41,000 ლარს 2 ჩანთაში გადაიხდის, არ დაინტერესდება ამ პრობლემით, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ და რომლის ვალდებულებაც მას აქვს. ხვდებით ალბათ, რომ მის 2 ძვირადღირებულ ჩანთას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობებს. და ხვდებით ალბათ, რაზე ვსაუბრობ, 41,000 ლარი რომ გადაიხადა ადამიანმა 2 ჩანთაში. სხვათა შორის, აი ეს თანხა რომ შეაგროვოს სკოლის პედაგოგმა, რომელიც ჩვენს შვილებს ემსახურება და განათლება უნდა მიცეს, დაახლოებით 4-5 წელი დაჭირდება. 4-5 წელი უნდა იმუშაოს ყოველდღიურად მუხჩაუხრელად პედაგოგმა, რომ აი ამ ქალბატონმა რომ ჩანთაში გადაიხადა 2 ჩანთაში, 2 ხელის ჩანთაში, აი ეს თანხა მოაგროვოს. მართლა ცინიზმის მწვერვალია, რომ პინგვინების, ზებრის გამოსაკვებად ოლიგარქი 100,000-ობით ლარს ხარჯავს თვიდან თვემდე და ამასობაში ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციისთვის ჯერ 1,5 ლარი ამერიკის შეერთებულ შტატებმა რომ გამოყოს საწაიღეს არავინ არ იცის, ან გააქრეს ეს ფული, აორთქლეს, გამოიყენეს, ვერ გამოიყენეს, რა უქნეს ამ ფულს. ჩვენთვის ინფორმაცია არ არის საჯარო და ვერ მოგახსენებთ ამის შესახებ. ასეც რომ არ იყოს, ჩვენი ბიუჯეტიდან ხომ მილიარდებს იპარავს ეს ხალხი. კარგი, კიდე თავი დავანებოთ. ზებრის და პინგვინის გამოკვებაში რომ 100,000-ები იხარჯება. როგორ წარმოგიდგენიათ, სულ რაღაც 9,000,000, 300,000, 400,000 ლარად შესაძლებელია დაწყება იმ ძვირფასის საქმის, თუნდაც ჯვრის მონასტერში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და დასკვნები თავად გამოიტანეთ მათ ქრისტიანობაზე, მათ ეკლესიურობაზე, როგორ უყვართ მათ
ჩვენი ქვეყანა და როგორი ქართველები არიან. ჩემი აზრით აი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თუნდაც ერთ კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჯვრის მონასტრის მაგალითზე ძალიან მარტივად გამოიტან დასკვნებს, რომ ისინი არც დიდი ქართველობით გამოირჩევიან, არც დიდი სიყვარულით გამოირჩევიან და არც ცხადია ღვთისმოსავებით, როგორათაც თავი მოაქვთ. აი ასე, გრევის პირასაა ასეულობით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტაძრები, ეკლესია, მონასტრები და ჩემი თხოვნაა ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა გამოიწერეთ და კომენტარეთ თქვენი პოზიცია აი ამ რეალობასთან დაკავშირებით. გაავრცელეთ ეს ვიდეო, რომ იქნებ იძულებული გახდნენ, რომ რაღაცნაირად 2 წლის წინ ხომ ვაიძულეთ, რომ ის ხარაჩოები მაინც მოეტანათ. ახლა იქნებ მუშაობის დაწყებაც ვაიძულოთ რაღაცნაირად და საბოლოო ჯამში სავალალო მდგომარეობა არ მივიღოთ ისედაც ძალიან მძიმეა და თქვენ ეს ნახეთ მთელი ამ პოდკასტის განმავლობაში. ისე მოიცა რა დროს დამშვიდობება არ შეიძლება რომ ეს სილამაზე არ ვაჩვენოთ, ხო? აქ რო ამოხვალ, ამ ადგილს ნახავ და აღელვებული არ დარჩები იმით, რასაც ნახავ, ჩემი აზრით შეუძლებელია. ხო და კარგია, ხაბეს პოდკასტიც გამოიწერეთ, გამოვყვევით, გაავრცელეთ კიდეც ეს ვიდეო, მაგრამ სანამ დავამთავრებთ, ეს კადრებიც ვნახოთ, ხო? მოდი ვიტო. ვაჩვენოთ ეს სილამაზე. შეუძლებელია, ამით არ დატკბე და ბედნიერი არ იყო ადამიანი, რომ ქართველი ხარ, მართლა გულწრფელად ვამბობ აბსოლუტურად. და მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ასეთი ასე ვთქვათ, განძი იყოს მიტოვებული და ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ბევრს არ დაგამძიმებთ, მაგრამ მინდა რომ ეს კადრები დაგიტოვოთ. მართლა ბრწყინვალეა.